ტყუპის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანებს საკმაოდ გარდამტეხია კვირა ასევე მერკურის ნიშნებისთვის, განსაკუთრებით აქ უკვე კვირის მეორე ნახევარი. ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი რასაც ურჩევდი მერკურის ნიშნებს, ქალწულსაც მათ შორის, თუმცა ქალწულამდეც მივალ რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მერკურის ნიშნები არიან ტყუპი და ქალწული. კვირის პირველ ნახევარს შეიცადეთ, არ დაწკუნოთ საკუთარი ეგო და არ დაწკუნოთ საკუთარი ემოციები. სადაც ვერ ძმა ეგო უნდა დაწკუნოს, მერკურის ნიშნებს პირიქით ურჩევდი რომ საკუთარ ეგოს თვალი გაუსწორონ და შეიცადონ რომ თავი არ დაიზარალონ გადამეტებული ხათრიანობით ან რაღაც გარკვეული დისკომფორტის ან აგრესიის დათმენით, იმიტომ რომ კვირის ბოლოს შეიძლება თქვენმა ორგანიზმმა გასცეს ამ ყველაფერს პასუხი. იმიტომ რომ ადამიანი, როდესაც საკუთარ ემოციებს თვალს არ უსწორებს და აკავებს გულწრფელ ემოციებს, იქ ყოველთვის პასუხობს მეორე ორგანიზმი. ორგანიზმი პასუხობს სხვადასხვანაირად, ამიტომ ჩემი გულწრფელი რჩევა იქნება მიაქციოთ აუცილებლად ყურადღება და კვირის პირველ ნაწილში შეიცადოთ, რა თქმა უნდა, ძალიან კორექტულად, მაგრამ პრინციპულად მოიჩნდეთ საზღვრები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ასევე თამამად და სუბუქად შეხედოთ მომავალს და მომავლის პერსპექტივას, იმიტომ რომ რეალურად თქვენ მომავლის პერსპექტივებს კვირის მეორე ნახევრიდან დაინახავთ, ასევე მიხვდებით იმას, რომ თქვენი ცხოვრების მთავარი ჯადოქარი თავად ხართ და როგორც წარმოიდგენთ, რომ იქნება, ზუსტად ესე იქნება. თქვენს განწყობას ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება მიმდინარე კვირის განსაკუთრებით მეორე ნახევარში.